იქ მოიტანს თორმეტში. რა მაინც. 13-ად აქაც იყიდება. კარგი მალე. ესაც. დილას თუ რამდენი ესა? ეს 9-იანი. ოღონდ რებში მე მომატა. ქალებს მოგონდათ მიმასწავლეს და 8-ში ვიყიდეთო. ვაში და უკვე სულ გაყიდული იყო 1 და 11 კი და იმიტომაც 9-ში მოვიდა. თუ არა ესა იყო. ეს კიდე 10 არის. ხო, ეს ხაჭიშია. ეს ცოტა ღია ჯიშია. ყახე, მაგრამ ეს ხაჭიშია. ეს უფრო ტკბილია. ეს ხო? და ჩასადებად ესა კარგი იქ. არომატული. ეს ბირიანებში ვიყიდე ხო 2-11-ს რო უყურებს შესაძლოა. კარგი. ეს უფრო კარგი გამოიყურება. იმიტომ ეს მეთან არომატია. გემო ამასთან რა ამის ნახევარი. ხო, და კაი მიქნია. ეს რო ვიყიდე. ეს რავი დიდი ვედროა კაცო. დოლებია 19. ამაში მეტია. 19-ო და ამაში კიდე 13 გამომართვა. აბა აბტონა. ეს ინტერესოა. ეს გამიყვება. სასტოს მეტითონ შევხედე. 18 და 4. კილო 868 არის ეს. ხო, 18 და აბა ისა 95 მეტრი. 50 კაპიკს ვედროსაც იღებენ. ოჩისაც დავიღებ. ხო და ეს კიდე ამაში 13 და რაღაცა 13 გამომართ. კილო 400 ეს. ნაკალები. კილო 800. ცოტა ამას თავმოგმულია ეს ვედრები ხო ტოლებია რაც. ოღე ხა ერთ რასაც ავწონი და ზუსტ წონას გეწყვი. მაგას ხო გვაქვს. დინარი უწევს კიდეო. აიღებ ერთი ეს. 90 გრამია ყუთი. ესე იგი, ეს არის კილო 800. კილო 800 რაღაცა რა. კილო 700 რაღაცა. კილო 700 რაღაცა. კილო 800-მდე. უნდა გავიმოყავთ ეს ციფრს ერთ მაინც ვაწერო. ასე კილო 400. ეს 400 გრამით მეტია. ამდენი ჩადის აქა. ნახე რამდენად მეტი ღირია. დავეშ როგორი არომატული მალი. ეს ვაფშე სხვა არის. აღარ კი შევხედე მივხვია სხვა ჯიში იყო. ეს ჩვენ რო ქონდა ის ჯიში იყო მგონი. და ხო კარგია, კარგი. ეს არა უშავს. ეხა შაქარში უნდა ჩავდო და მშვენი იქნება. მოდი ფისო. აი ჟოლო. ჟოლო, მოდი გაგირეცხა ჟოლო. ევას უნდა ჟოლო. მოდი ძვირფასო ჟოლო. რატო ძვირფასო ჟოლო? მე როგორ მიყვარს? პონი უყვარს ჟოლოდე. პონის უყვარს დე ჟოლო? პონი უნდა ჩია. დედასაც უყვარს დე ჟოლო. პონის ჩია და ჟოლო უნდა ჭამოს? პონი გინდა ჟოლო? პონი მჭამა სამი ჟოლო. პონი ჭამე სამი ჟოლო. პონი ადგენა. მამი. ევაც ჟოლო. კი ევა. პონი გიყვარს ჟოლო? პონი მეთქი. ეხლავე? და ხორცი.
ბოსნიური ძალიან უყვარს ბოსნიური. ხილზე მეტად ბოსნიური უყვარს. ჯოლო. ახლა ავთოთ ამევასა მოვა. კაი აღმოჩნდა. ესე იგი გინდა გოგო. და შენ ახახარ შებატარა ჟოლო ახახარ ბაუნტი იოვანა Okay. Aha. You want a bounty. მე შეგჭამ, შეხა ჩემი ბაუნტი. შეხა. არ ხარ ჩემი ბაუნტი? ბანტუია? შეგჭამი ცოტა. ახლა ხალხო. ეხლა მოგექცევთ ყურადღებას ბოდიშითა. ესე იგი გითხრათ ახლა გუშინები ვიყიდე. იაგერისთვის არ გამემეტა ფული. აგერ მაგ ისინი რა ქვია, მარწინები. ხოდა. პატარა ლამაზი ჭიქები არ მქონდა ხალხო. რამდენი ხანია არ მქონდა. ხოდა. აი რას ვაკეთებ, პროცე გეხვეწები. ხოდა ჭიქები ვიყიდე გუშინ იმაში, ჯიჯიში. ჯიჯი ჰაუში. ზღაპარი ყვა ეს მალინა, ჟოლო. მოგონ ესე იგი ჟოლო არის ძალიან სახიფათო რაღაცა. ან უნდა გქონდეს ძალიან მაგარი მაცივარი, საყინულეთ, ანუ ჩვენ არ გვაქვს. ძლივს ეტევა, აი საჭმელი რაღაცეები რა. ანუ ვიძახი ყოველდღიურ საკვები. არა თუ ახლა შესანახი რომ მან დარჩადო რა. ხოდა. ისა. ან უნდა გქონდეს ძალიან მაგარი. საყინულე დიდი. ან კიდე უნდა გააკეთო მაშინვე იმ დღესვე როცა იყიდი ჟოლოს. თუ არა და საღამოს ჟოლო უკვე არის ისა დაობებული. ეხლა გემო ზოგსობისა უკვე აქ ჯერ დილა. ხოდა წარმოიდგინე ახლა შენ
საღამოთან ახალ-ახალი დაკრეფილი, აი ესა ჟოლოს მინუსი, რომ ისეთი პროდუქტია, რომელიც ძვირი ღირს და თან დილას რო კაია, საღამოს აღარ ვარგა ხალხო. ამიტომ ღირს მაგალითად ჟოლოს ტორტები და ეგენი ძვირი, რომ ეხა წარმოიდგინე შენ ერთიც რო შეყვეს იქობიანი, ხო, ან მჟავე. კრემს რას უზავს? ჩამჟავებს და ამჟავებს. მე ხა ჩემთვის დაბადების დღის ტორტი რომ მინდა, აი ძალიან კაი, მადარწის არა, ძალიან კაი. მადარზე კარგი. ნუ რა ვიცი, შეიძლება არც იყოს, მაგრამ აქებენ და არ გამისინჯია მე. 100 ლარი მითხრეს დიდი, მადარჩიც 100 ლარი ღირს. ნუ 100-მდე, 100 არა მთლად, 87 თუ რაღაცა. 90 გამოდის 5-იანად მოკლედ. 100 ლარი მითხრეს, ეს ალბათ გაყინული აქვს ალუბალი, ჟოლო, მარწყვი, ყველაფერი რა. მაგრამ მე ვთხარი მარტო ჟოლოსი რო იყოს მეთქი, მაშინ 130-იო. მიუხედავად იმისა, რომ სეზონია ეხა ხალხო ჟოლოსი. ანუ ზამთარში ხო მაგას ვერ იზამ. მე იმენა ჟოლოსი მინდა, დღეს უნდა შევუკვეთო. ხო. ხო და მესმის ეხა ძალიან კარგად. თუ გააკეთებ მე რო სახში გავაკეთო ეხა ტორტი, კარგი ტორტი. ჯერ ერთი ფაქტი არა რომ გამომივა. ხო გახსოვთ ჩემ მარწყვის ტორტი როგორ მიცურავდა. და მე მეორე კიდე. რომც გამომივიდეს, იმას კაი კარაქი უნდა. ჟოლო უნდა, ის უნდა, ნაღები, დრო, ერთი დღე და ჯამში უფრო ძვირი დაგიჯდება ვიდრე რო იყიდი ის. იმიტომ რომ იმათის პროდუქტები ბევრი აქვთ ნაყიდი, ერთად აკეთებენ, მაშინაც კი უცა, აი ხარისხიანი პროდუქტები დაკეთებენ, იმათ უფრო იაფი უჯდებათ ვიდრე შენ ხალხში ვაკეთებ. თუ ძალიან გიყვარს და სიამოვნებს და დრო გახდა რაღაცა, ძალიან სუპერია. ახლა და ჩემი ცოცხალი იყოს, მე დარწმუნებული ვარ, არასოდეს არ შევუკვეთავდი ტორტს. იმიტომ საერთოდ ტორტები იმიტომ მიყვარს და მით უმეტეს ხილის, რომ პირდაპირ ასოცირდება დედაჩემთან, სულ აცხობდა ხოლმე და დანჟე ყოველ შაბათ-კვირასაც ცხვა ხოლმე 20 კვერცხს ხია. წარმოიდგინე შაბათ-კვირას პროსტა. ხო. მაგრამ თუ ეგეთი ადამიანი არ ყავს, მე უნდა იყიდო. ჟოლო. წაღანითი რაცა მოვჭამე. იმასაც ჩაუთვალე კალორია. აბა, ისე კი არ არის. ზედმეს თუ რამეს პირში ჩაიდებ და კალორიას აკითვლი და იქ ზედმეს ჩამ რაღაცა კალორიის დათვლას. ამიტომ რამეს თუ გავსინჯავ არ შევჭამ ხოლმე, ხა დაახლოებით ხო ვიცი რამდენი ვჭამე და რამდენი კალორია აქვს რა. რა თქმა უნდა 100%-იანი სიზუსტე არ გამოდის, მაგრამ მაინც ვუთვლი ხოლმე ყოველთვის. თუ ვცდილობ ხოლმე რომ არ, მაგრამ ესე რაღაცა პროდუქტი უცებ შეიძლება შემოვიდეს, რომელიც მიყვარს და უცებ ვეტაკო და მაგ შემთხვევაში ეგეთი ვარიანტი მაქვს. ხო. ნა ჩემოთვალ ხარ თუ ახლა გადმოვა. აი როგორც კი შევტრიალებ ერთი წამით იმ წამს ამოდის ხალხო. ყავს ეგრე მემართება. ეხა კიდე უნდა ვიყიდო, ჟოლოები უნდა ჩავდო და ჩავდო. რა ვიცი, ძვირია, მაგრამ ეს რამდენის გამოვიდა? ის 19-ისა, ეს 13-ისა. 32. ჯერ კიდე ერთი ამდენისთვის ბალანსი კიდე გვაქვს, ხო? არა, კაია. იმიტომ რომ 20 ლარი ღირს ხოლმე ზამთარში ერთი 700 გრამიანი. ერთი და თან იქ ხო კონსერვანტებს და რაღაცებსაც დაამატებენ. იქ მწვენია, ბევრი ნაყოფი ნაკლები და აქ მე რო გავაკეთებ და რო ავძეძგავ ამ ნაყოფით. ეგეც სად იყიდი? ხო. კიდე ერთია ესეთი მინდა რომ მაყვალი გავაკეთო. მაყვალისა ძალიან მიყვარს მე. და კიდე ჯემი მიყვარს მე. ოღონდ მაგას არ გავაკეთებ. იმიტომ რომ რამდენჯერაც ვჭამდი, იმდენჯერ სუმას უქებდა. ეგ არის ლეღვის. ქეთო რო აკეთებდა. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ ჟოლოს რაცა კალორია თითქმის ორი იმდენი აქვს უმს უშაქროთ ლეღვის. ხარ კიდე იმას კილოზე რო შაქარს გავუკეთებ რა იქნება? ცოტას მაინც შეჭამს. არა, ეგ მიყვარს მე პურთან
ყარაკთან და მე ეგ და თან მიყვარს ბევრი. მირჩევნია ეგ არ მქონდეს. აი ეს შემიძლია, მიყვარს, ხან ჩაიში ვიხმარ, ხან დოზირებულად კალორიას დავუწყი, მეცოდინება დოზირებულად. იმას ვერ ვჭამ დოზირებულად. იმას ვჭამ ხოლმე უაზროდ, ხო და არ მინდა ის. ისე ძალიან მიყვარს, რომ არ მინდა. თვალხატულა. ხალხნებო ეხავე. ეხა ხალხო ნახეთ, რა ვიყიდე? ეს ვიყიდე იმაში ჯიჯიში. ჯიჯიში ვიყიდე ხალხო. 2.65-ად ვიყიდე 6 ცალია. მეორეც უნდა ვიყიდო ესეთ, იმიტომ რომ ადვილად იმტრევა ხოლმე და აგი დომინოში თითო ლარი უღირთ და ისე მომწონს, ესე. თან ნახე როგორი კაი ყუთი აქვს. აი უყურე. ესე. ესე. და აი ისე მიყვარს. თითქოს უშკაც ახალია გარდა. არა რა უშკა. ისე დასაყვარდა. ძალიან მიყვარს ეს ჭიქები. თან რა კაი ისაა ყუთი. უყურე. სულ ყველას აქვს თავისი უყაი. რო არ დაიმტრეს. აი. არა ეს იმისია ლიქიორი და ეგე. აი ეს. ვინას ამითი ვინასო. ხო და ეს ვიყიდე ხალხო რა ესე პატარა სასმელებისთვის გქონდეს და ეს კიდე აქციაში იყო 5 ცალი 2.75-ად. ჯიჯი ხალხო. მე 4 ლარა. ხო. 2.70 და ბონისთვის რომ ვყიდულობ საფენებს, კამბებისას 30 ლარი გადავიხადე PSP-ში. 18 ლარად არის. რა კაია რომ გაიხსნა ჯიჯი ახლოს. ჯიჯი. შემოთვალხატულ. აუ რა ლამაზი საუზმე მაქვს. თელაობით სულ ახალი. მე თქვა გადაყრა დავტო თორე გასასინი ჯაც სევდნენ ალბათ. თელამ შუდობის ახალხო. Bona ხომ. ტორტზე. ლიკასთან უკვეთავ მე მგონი. ნახოთ. აუ ლიკასთან. ყველა ლიკა ამომიგდო, ვისაც კი ოდეს მე ვიცნობდი. შოკოლადის ტორტი კენკრით, შოკოლადის არ მინდა. ეს იქნება. მგონი.
ასეთიო თუ ასეთიო. მეთქი შემოლესილი. და შემოლესოს სხვა ფასი არ მითხრეს. ზოგან სხვა ფასი მითხრეს შემოლესილი და აქ იგივე მითხრეს. აბიანი ხალხა. ეს ასწრაფოდ არის მოსახარში. მადარჩიც გაუკეთებიათ იმისი კენკრის. პატარა 20 და რაღაც აღიქს და რა იყბონი არ მაქვს არაფერი ვერ მოგცემ. მარწყვის ხო და კენკრის აბა კენკრის ქონდა 44 პატარა. ხო და ბაჩარო ჭამდა ვიდეოში თქვა კრემი ცოტა აქო და კრემი ცოტა თუ აქვს არ მომეწონება. არ უნდა ქონდეს ცოტა კრემი. რა ვიცი მადარტის ნამცხვარს საერთოდ ცოტა კრემი არ აქვს. არა ძალიან ბევრს არ აქვს, მაგრამ ამ ბოლო დროს ყველაფერი ისე დააპატარავე, შეიძლება კრემით შეამცირეს, რა ვიცი მე. მინიატურული გახადეს ყველა ნამცხვარი. ხო და რა ვნახე კენკრა. ვიფიქრე მან შეუკვეთო თქო. შეუკვეთო კი არ ვიყიდო. მე ბაჩუნო თქვა კრემიო ცოტა აქ ქონა კლებიო. ვერ გადავიფიქრე ისო. აი დაერეკეთო და დავრეკოთ. ანწლი არ შემილია. გადავხედოთ აბა კომენტარებს. თამუნანი იმეც კიდევაც ახსებით ცუდია მინდრო ახლოვდება სიბერეს დავაბრალო. თამო ძვირფასო თუ ანდრე არ ქონდა და ეხლა გაქვნა დააბრალო და თუ ყოველთვის ქონდა ესე იგი მაშინ არ უნდა დააბრალო აი მაგის მიხედვით რა. როზეტა გაიხარე ჩემო კარგო ხედავ რომელია ასე მგონია ვგრძნობ რომ დიდი ხანია გიცნობ ჩემს გულში ხარ შენც ასევე ჩემო საყვარელო და ძვირფასო ციცი ევარა სიცოცხლე ხარ რა ტკბილი ენა გაქვს გენაცვალე ხო ძალიან ტკბილი ბავშვია ევიტუნი ტუნტული ინგა თქვენს გარეშე ვეღარ წარმოგიდგენიათ ჩემო გოგოებო დღე მარათონის გარეშე თქვენს გარეშე როგორ უნდა დავიწყო აღარც ვიცი მიყვარხართ კალორიებისთვის ჯადოქრობით გამختარი ინგა როგორ მიყვართ ინგა არის ხალხო ჩემი მაყურებელი რომელმაც მე რომ ვიკლებდი 70 კილოდან დაახლოებით მაშინ მიპოვა და ნახა რომ მე ვჭამდი ყველაფერს ვჭამდი გემრიელობებს ინგა არის საოცარი კულინარი აქვს სასწაულებრივი ხელი აცხობს რაღაცა საოცრებებს და აკეთებს ხო და ესა რო ნახა რომ ყველაფერს ვჭამდი ტკბილსაც ამასაც იმასაც მოეწონა და დაიწყო კალორიების დათვლა მაშინ რო ვითვლი მე მაგის მერე და დაიკლო 77 კილოდან ჩამოვიდა 68 კილომდე ხო და 68 კილომდე ჩამოვიდა მე იქ დაბადების დღე იქის და როგორც მე მქონდა ხოლმე შესვენებები ხო იცით რამდენიმე თვიანი ესე ქონდა და ეხა მარათონი მეთქი რო ვთქვი ჩვენთან ერთად გააგრძელა განათვლა არის ცოტა უბრალოდ ერთად რო უფრო მეტი мотиваცია აწონაში კლების მაგიტო და ესე იგი არის უზომოდ პასუხისგებლობიანი ადამიანი აი რა ვიცი აი ყველაფერს ძალიან ჭკვიანი ძალიან გონიერი ყველაფერს ითვალისწინებს ყველაფერს ანუ კი არ
აი ხო არის რომ ადამიანმა წაიკითხა და ანუ არსი კი გაიგო, მაგრამ ვერ გაიგო. ანუ მაგას რას ვეძახი მე, როცა გაიგო გონებით, მაგრამ არ გამოიყენეს. ანუ ვერ მიიღო, თუ რა ვთქვათ, აი რა დავარქვათ, ხო? კი გაიგო ადამიანმა, მაგრამ ვერ გაიგო. ანუ გონებით გაიგო, მაგრამ ვერ გაიგო. ვერ შეიგნო. ხო და ინგა არის ადამიანი, რომელიც გაიგებს, შეიგნებს, აკეთებს პრაქტიკაში, ითვალისწინებს და აქვს საოცარი შედეგები. უკვე 60 კილოა. 62-მდე უნდა და ამ თვეში ჩამოსვლა და უკვე 60-ია. 58 აქვს მიზანი და მეც ვერ წარმომიდგენია უკვე თქვენ გარეშე გოგოებო, აი მთელი დღე გვაქვს, მთელი დღე და მთელი ღამე. სანამ რომ გავიღვიძებთ იქია, სანამ არ დავიძინებთ იქამდე განუწყვეტელი კომუნიკაცია, რომელიც ძალიან მიყვარს და სიმართლე გითხრათ, არც მინდა იქ შემოუშვა ისეთი ადამიანები, ვისაც მაგალითად არ უნდა მუშაობა, არ უნდა გაგება, არ უნდა მოსმენა, ანუ ისეთი გარემოა, რომ მინდა რომ მხოლოდ ისინი იყოს, ვისაც ესმის აი ამის გემო და ფასი. რაც არის კალორიების თვლის ჯადოქრობა. ლელუ ბედნიერი შემოიწყო და არა მარტო გამხდარი, სამუდამოდ გამხდარი ინგა, ანუ რომელიც გახდა და იქცა გამხდარ ადამიანი, იმიტომ რომ ეჭვი არ მიპარება, რომ ინგა ამას მთელი ცხოვრება ესე ატარებს, სასურველ წონას, იმიტომ რომ მიიღო ცოდნა, რომელიც უნდოდა რომ მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ უჩემოთაც ჩვენივრად დაიკლო იქამდე. ხო და ასე ლელუ ბედნიერი შემოდგომა ქონოდეს საყვარელო. ყველას უფალი გფარავდეთ, ნინი მიყვარხარ, მე ძალიან მიყვარხარ, ჩემო საყვარელო. ირმა ძალიან მომწონს პომიდრის და ბულგარულად მომზადებული აჯიკა თუ საწებელი. აუ მე ძალიან რაღაცნაირი სხვა გემო აქვს, როცა ბულგარული ურევია. ციცი შემოდგომის გოგო ხარ, ნინი ყველაზე მეტად ეს სეზონი მიყვარს, მრავალფეროვანი და ულამაზესი მოსავლიანი. აუ მე ძალიან მიყვარს ჩემი შემოდგომა. ბაბი ჯამთელა და ბედნიერად დაიწყოს ყოველი დღე ლამაზო, ამას გისურვებ ყოველთვის. ასევე ჩემო საყვარელო. ძალიან უფალმა დაუწოს შენი შვილები, ამინ, ამინ ძვირფასო. როზეტა, ჩემი საყვარელი ძმის შვილები არიან დაბადებული 16-ში, ბიჭი და 24-ში გოგო და აქაური ჩემი ახლო მეგობრის შვილები ასევე. სექტემბრის რამდენი ყოლია გარშემო. ნინო, მარგიანი, როგორ ხარ ნინო? სულ გიყურებ ნინი, მაგრამ კომენტარებს არ ვწერ. ყოველ ძალიან საყვარელი და გემრიელი გოგო ხარ ნინი, ლაქებზე ჟელე დაასხი, ცოტა ხანს დატოვე და მერე გარეცხეს აერთხის მანქანაში ყველა ლაქა გაქრება. ვა! აუცილებლად გავითვალისწინებ ამ რჩევას ძვირფასო. დამიწერე როგორ მიდის შენი კლება ბარიატრიის შემდეგ, ადრეც კითხე და იყო არ გინახია. ბუსკუნა, აი მე საყვარელი სახელია. ნინი მინდა გითხრა, მე სამედიცინო სფეროში ვარ, ბოლომდე ვერ ვუსმინე ბოდიში რა კონტროლზე იყავი, მაგრამ როცა ბიოპსიაზე გზავნიან, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ცუდია. ჯერ პირველი ის რომ ჯანდაცვა ითხოვს ოფიციალურად ექიმისგან, რომ გადაიგზავნოს და მე მოეშვი ცუდ ფიქრებს, ასე რომ გამიხსენებ და კომენტარებს, რომ ტყუილად აქ დამიკომენტები, რომ ტყუილა ინერვიულე, ნეტა ძვირფასო, ნეტა, ამინ, ამინ, ამინ. ხო, რა თქმა უნდა, ანუ შეიძლება არც იყოს ცუდი, მაგრამ როცა არის ეჭვი, მაშინ არის რისკიც, რომ იყოს ცუდი და ეჭვი როცა მაშინ იმაშვებიან რა. აგზავნიან. ეგ ვიცი. კი. ეგ ალქას ხება ნინი, მადლობა ძვირფასო, ლალი, ლამაზი დედა და შვილები, მადლობა საყვარელო. როსტ ბიჭები ხან ჩემთან არიან, ხან დედასთან გოგო არის, მამის კიპა უმეტესად ჩემთან არის, მართალი ხარ, არ უნდა ვწერდეს, სხვისი ოჯახი არის, სხვისი სამყარო, თუ შეიძლება დაგილაიქებ ხოლმე, ან გულებს დაგიწერ კომენტარებში, სწორი წარმატებები, არა ძვირფასო, მე არ მithქვამს, არ დამიწერო მეთქი, შენ თუ გენდომება რომ დამიწერე ხოლმე, იმიტომ რომ მე მამაკაც ბიჭ მაყურებელსაც ზუსტად ისეთივე პატივს ვცემ, როცა არის კეთილგანწყობილი და ადამიანური, როგორც ქალებს, ანუ არანაირი ის არ მაქვს, უბრალოდ არ ვიცოდი ოჯახური მდგომარეობა და ამიტომ მკითხე და აი ესე ადამიანურად როგორც მაყურებელი, როგორც მიწერს ყველა, რატო არა მე არ მithქვამს, რომ არ დამიწერო, არც ერთი წუთით ეგ არ იფიქრო. ხო, გოგოები არიან მამის ტკიპები და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მამა იყოს კარგი, კარგს გულისხმობ კარგი მაგალითი, იმიტომ რომ გოგოებს ისე ძალიან უყვართ მამები, რომ
უყვართ ის მამებიც ხომ რომელიც არც ისეთი კაი მაგალითი არიან და მე ცხოვრებისეულ მაგალითად მიყავთ ხოლმე ცხოვრებაში რა და ამიტომ ყველა მამას ვეტყოდი რომ მაქსიმალურად ეცადეთ რომ გოგოშვილებთან იყოთ მაგალითი იმისა როგორც გინდათ რომ ცხოვრებაში მის გვერდით ოდესმე იხილოთ ადამიანი ხო ნინიკო დაშორება რთულია კი ნინი მაგრამ მაგ საკითხი რომ დადგება გონებაში აი იმ ურთიერთობის გაგრძელებას აქვს აზრი მაინტერესებს შენი აზრი მე ვერ დავიჯერებ ჩემო საყვარელო რომ როცა ადამიანებს ერთად უცხოვრიათ 40 წელი 50 წელი 30 თუნდაც 20 თუნდაც 10 წელი არც ერთხელ არ დამდგარიყოს დღის წესრიგში და გონებაში დაშორებაზე ფიქრი მე მაგას ვერ დავიჯერებ. არა შეიძლება იყოს არც ვიცი ახლა ყველაფერი ხდება მაგრამ ანუ ყოველთვის არის ხოლმე მაგაზე ფიქრი მაგის რისკთან მიახლოებაც არის ხოლმე და ეგ ყოველთვის არ ნიშნავს იმას დაშორებას ნამდვილად არ ნიშნავს ყოველთვის და რა თქმა უნდა ურთიერთობის გაგრძელებას აზრი აქვს ყოველთვის სანამ ადამიანი ფიქრობს რომ ღირს მე ესე მიმაჩნია და მეორე ვარიანტიც არსებობს სინამდვილეში რაც ალბათ შენც იგულისხმე ბონიტა ანუ მეორე შემთხვევაც არის, როცა ადამიანმა უკვე იცის, რომ всё, ანუ დასრულებულია ურთიერთობა, მაგრამ ჯერ ვერ ასრულებს. ანუ ეგ ის არის, როცა გულში შეიძლება არის კიდევ სიყვარული, შეიძლება ბევრი რამე აკავშირებთ ადამიანებს და აი ამ ნაბიჯის გადადგმისთვის სჭირდება დრო. ისევე როგორც ცხოვრებაში, რა ვიცი, აბსოლუტურად ყველაფერს სჭირდება დრო, შეიძლება ამ ნაბიჯის გადადგმისთვისაც ადამიანს სჭირდებოდეს დრო. და ანუ ეგ აღარ არის უკვე ურთიერთობის გაგრძელება, ეგ არის უბრალოდ დრო, სანამ ადამიანი გადადგავს იმ ნაბიჯს, რომელიც უნდა გადაედგა. ჩემი აზრით აი ეგ ორი მომენტია რა. ერთი როცა არის სირთულეები, მაგრამ როცა წყვილი ლახავს და სირთულეების დროს ძალიან ხშირად არის ხოლმე რომ იგონიათ რომ всё, მაგრამ რა ვიცი, ყველა უფსკრულიდან ამოვა ურთიერთობა, სადაც ორივე ცდილობს და ორივეს უნდა, მე ესე მჯერა. და სადაც რაც ყველაზე მთავარია არის სიყვარული და სადაც სიყვარული არ არის, ხო, იქ რავი, თუ სხვა რამე არ არის, აი მაგალითად ანგარებით შექმნილი ოჯახები, ანუ გულისხმობ ფულის გამო, ანუ არ იშლება, იმიტომ რომ ადამიანს აქვს მოთხოვნა ერთი და თუ იმას იღებს, არ იშლება. ნუ თუ მაგას ვეღარ იღებს, მე არ ვიცი. ხო. მაგადეა. როგორი უცხოა ჩემთან ეგ მომართვა. მაგრამ ძალიან მომწონს, იმიტომ რომ ძალიან ჩემი თავია თითქოს. ჩემ მეზობელი იყო თემურ ჩხეიძე, გადავიდნენ. შულს ერქვა დეა, უსასწავლესი გოგოა. ვინც კი დეა გავიცანი, ყველა კარგები არიან. ასე რომ შენც მე შეგირჩი სახელი. ბონი შენი შვილია. ხო, ჩემი შვილია. ჩემი ძაღლი შვილია. აუ ძალიან მომწონს დეა. რატო სად იყო დედა ჩემი? რატო არ დამარქვა დეა? თამარ, სამაგერზე შენ დამარქვი. 18 სექტემბერს 8-ро, თამარ, რა ლამაზი ციფრია, 18 ძალიან ლამაზია. ჩემთან ახლოს ყოფილიყარ, რამდენი წლის ხდები? აუ რა კარგია. ეხლა ნახე რას ფიქრობ. არ მინდა. უნდა ვნახო ამინდის პროგნოზი. შაო ბონი. რა ამინდი იქნება 11-ში. თუ 11-ში არის წვიმა, როგორ უნდა შევწვა მწვადი. როგორ უნდა შევწვა მწვადი და აქ ყოფილ მე პატრონის აგერ აქ ედგა თურმე მაყალი, ხო და მაყალი მექნება მე რა ყირსნე და მაყალი მაყალია ახლა. აი ლელა ნინი, ჩემი ნინი და ჩემი ევა რა კარგები ხართ, საოცარი დედაშვილობა გაქვთ, რაც იშვიათია. დედის დამსახურება ასეთი კარგი შვილების ყოლა. უფალმა სულჯამთრები და ბედნიერები გიმყოფოს. მიყვარხართ. ძალიან დიდი მადლობა ძვირფასო, მეც ძალიან მიყვარხარ. ხო. რა თქმა უნდა, დედა შვილობის სულის ჩამდგმელი თავიდან არის დედა. სანამ ბავშვი პატარა არის. მეც გარდატეხის სასაკიროცა და
მე უკვე უცდედა ბერდება. ასაკში რო შედის. მე უკვე შვილი ხდება დედა. როლები იცვლება. და რაღაცნაირად თან ლამაზია ეგ. და თან სევდიანი. ჩემთვის. მარიამი ლამაზო ბედნიერი. გფარავდეთ შენ კარგი ადამიანი ხარ, გიყურებ ძალიან მომწონს. ყოველ დღე ჭკვიანი ხარ. კარგი გოგო ხარ, ლამაზი ხარ, მიყვარხარ. დიდი მადლობა მარიამეც მიყვარხარ. მარიამო, სალამი ძვირბაზო. ამბოლ დროს ზანგადარბები მაქვს და ისე გემრიელ ვეღარ გიყურებ. იცი როგორი განცდა მაქვს, აი საუკეთესო მეგობარსო სათანადო ყურადღებას ვერ დავუთმობ და არ მოგწონს ეს ზუსტად მათი მარტო ამიტომ ხარ საოცარი გოგო, რა ასეთი შეგრძნება შეგიძლია გაუჩინო ადამიანს, რომელსაც პირადად არც კი იცნობ. ამას ყველაფერს შენი სიღრმე იწვევს. კამერის ყველაფრის გადმოცემა ძალიან მარტივია. ერთადერთი, რაც რთულია, არის ადამიანობის ხასიათის და სიღრმის გამოჩენა და ამის გადმოცემაში შენ ბადალი არ ყავს. ამიტომაც რამდენადაც უკმაყოფილობა ვარ იმით, რომ ყურადღება ვერ მოგაქციე, ისეთი როგორც მინდა, მე ამდენად უკმაყოფილი ვარ საკუთარი თავით, რომ ჩემი ცხოვრების დროს და ფიქრს შენნაირ კარგ გოგოს ვუძიებ, ვაიმე როგორ მიყვარხარ ღმერთო და როგორ ახლო ხარ ჩემ სულთან ავპინე. იმ დღესაც ავპინე რაღაც და არ აიპინე, ხალხო ინტერნეტი არ იყო აქ ეთყობა და იმედია ეს აიპინა. ძალიან მიყვარხარ, სასწაული გოგო ხარ, საოცარი სიღრმით, საოცარი გაგებით, ძალიან ლამაზი, ძალიან მშვენიერი და რა ვიცი, ძალიან საოცარი და ძალიან მიხარია. მიხარია რომ ჩემთან ხარ, მიხარია რომ ეგ განცდა გაქვს, რომ მომაკელი ყურადღება ეგ განცდა რომ გაქვს. ანუ აი არ ვიცი, ძალიან ბედნიერი ვარ და ძალიან მადლიერი ვარ. ინგა მე ძალიან მიყვარხარ, ბედნიერი ვარ რომ გიცნობ. ვაიმე ინგა მე ძალიან მიყვარხარ. გეგონება აქ იყავი, ხა ისმოდი ჩვენ ლაპარაკს და კომენტარი ჩაურთე. ჩემი ყოჯაღი ნინიო ციცი. ისეთი ლამაზები და კარგები ხართო. ირმა მიყვარხარ ძალიან ძვირფასო. ეკა ნინიცია გამახსენდა აიდეა სახელი მომიხდებოდა რომ თქვი პატარა ვიყავი ერთი ულამაზესი გოგო ყოველ დღე სკოლაში რომ მიდიოდა ჩემი სახელი უნდა გაევლო შავთვალა გრძელი თმით ნარნარა აი ულამაზესი იყო ვტკბებოდი მაგ გოგოს ყურებით და იცი იმ გოგოს დეა ერქვა მართლა ძალიან მოგიხდებოდა დეა ხო მეც ეგრე მგონია დალი საოცარი ევანი შენ დამსახურება ასეთი ბავშვების აღზრდა თუ სადღაც გენეტიკაცაა მე ვფიქრობ ორივეა ბევრჯერ მისაუბრია ამ თემაზე და გენეტიკასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმიტომ რომ ნუ შენ რაც ხარ შენი შვილის კი ხდება ხოლმე რომ შენ რაც ხარ შენი შვილი ის არ არის მაგრამ უმეტესად შენ რაც ხარ შენი შვილიც ის არის ვაშლის ხის განშორს არ ვარდებაო გამოთქმა როა არის მაგაში სიბრძნე ანუ გენეტიკასაც აქვს ნამდვილად მნიშვნელობა, თუმცა აღზრდასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რაც არ უნდა კაი გენეტიკა გქონდეს, შესაძლებელია ცუდი აღზრდით აბსოლუტურად სხვა ადამიანი მივიღოთ. ამიტომ ორივე. მარიამ დიდებული პასუხია, მადლობა. ქმარშვილსაც შეხება საქართველოში მგონი მთლად პირადი არჩევანიც არ არის ეგ ბევრს არ უნდა ეგ პასუხისგებლობა, მაგრამ სხვისი აზრის გამო ოჯახდებიან. არ თქოს ხალხმა ხელი არავინ სთხოვაო, ამ ბიჭებს აწევიან თავისები შვილი გვინდაო. მე პირადად სამმა ბიჭმა მთხოვა ხელი არა, იმიტომ რომ ჩემთან ერთად უნდოდა ცხოვრება, არამედ იმიტომ რომ დრო იყო. რა იცი, იქნება შენთან ერთად უნდოდა ცხოვრება. ისეთი მშვენიერი ხარ, ისეთი კარგი, ისეთი საყვარელი. მარტო დრო იყოს გამო არ გთხოვდნენ ხელს დარწმუნებული ვარ. იცი რა არის? ხო, აი ადამიანებს ეგ აქვთ, ანუ ნახე რეალურად რაზე დგას სიცოცხლე. სიცოცხლის ერთ-ერთი უკვდავება, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, ეს არის გამრავლება. და რეალურად სიცოცხლე დგას მაგაზე. აი შესაბამისად ადამიანებს, რომლებსაც შეიძლება არ ქონდეთ დიდი სურვილები, დიდი ოცნებები,
შეიძლება გქონდეთ კიდევაც დიდი სურვილები და დიდი ოცნებები, ანუ ეგ არც ნიშნავს და არც გამორიცხავს, ანუ ვიღაცას აქვს დიდი სურვილები და დიდი ოცნებები, მაგრამ შვილი და ოჯახი უნდა, ვიღაცას არ აქვს დიდი სურვილები და დიდი ოცნებები, მაგრამ ოჯახი და შვილი უნდა, ანუ ხო ხდები რას ვთვიდახ. ანუ ეს ყველა ჩვენგანში ისევეა ჩადებული, როგორც თვითგადარჩენის ინსტინქტები, როგორც ის, რომ აი გუშია უნდა ვჭამოთ, გვეშინია უნდა გავიქცეთ, ანუ იმისთვის, რომ სიცოცხლე გადარჩეს. და რეალურად ჩვენს მერე რაც რჩება ერთადერთი. це ჩვენი შვილი. ხო? არა, რა თქმა უნდა, ამბებით რჩება და ის რაც გავაკეთეთ, მაგრამ ვიძახი ფიზიკური ფორმა, ხო? ეს არის ჩვენი შვილი და ადამიანებს როგორი შეგნებისაც და განათლებისაც არ უნდა იყვნენ, ძალიან ღრმად აქვთ ამის შეგრძნება. აი ისევე როგორც აი მაგალითად ცხოველებს ძალიან ღრმად აქვს ჩადებული დოკუმენტურ ფილმებს BBC-საც რო უყურებდი, ჩემი პლანეტა დედამიწა მგონი ასე ქვია, ანუ იქ არის ნაჩვენები რამდენი სახეობა, მაგალითად ორაგულები და რა ვიცი, რამდენი სახეობის ცხოველი, თევზი და ფრინველი თავს წირავს იმისთვის, რომ შთამომავლობა დატოვოს. ანუ იმხელა ინსტინქტი აქვს, რომ სიცოცხლე უნდა გადარჩეს და გაგრძელდეს, რომ თავს წირავენ იმისთვის, რომ გაგრძელდეს შთამომავლობა. და ეხლა ჩვენთანაც ადამიანებთან რო შეხედო, უმეტესობა ადამიანი, რომელიც ანუ იმისთვის მუშაობს, რომ თავის შვილებს ლუკმა პური აჭამოს და მუშაობს არაადამიანურ პირობებში, რას ემსახურება? ემსახურება სიცოცხლის გადარჩენას დროში. ანუ რეალურად ეს ყველაზე დიდი რაღაცა არის. ანუ ზემოდან რომ დავხედო, ძალიან ზემოდან, ჩემს პირად ჩარჩოს რო გავწე და ძალიან ზემოდან დავხედოთ, ეს აბსოლუტურად ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაც არის სიცოცხლის გაგრძელებისთვის და არსებობისთვის საერთოდ, იმიტომ რომ ყველამ რო იფიქროს, რომ უფრო ბრჭყალებში დიდ და მაღალ რაღაცებზე და არა შეიძლება ერთ დღესაც სიცოცხლე უბრალოდ შეწყდეს, ხო? ხო. ხო და რაიტო, ანუ არის რაღაცა მარცვალი დროაში რა, ხო ხდები, მაგის თქმა მინდა. თუმცა მე მაგალითად ის ბედი რო არ გამევლო, რაც გავიარე და ჩვეულებრივ ოჯახში გავსtildeყავი, არ ვიცი. რა ასებში გავთხოვდებოდი, რამდენი შვილი მეყოლებოდა. არ ვიცი. და ეგეც ნორმალურია. დედაჩემს მაგალითად დედაჩემმა ვერ იპოვა თავისი სიყვარული, რომელსაც ეძებდა. როგორ გავარც რაღაცეებში და ამბობდა, რომ არ გათხოვდებოდა. ანუ მისი მიზანი შვილი გაეჩინა და ქმარი ყველავარენში ყოლოდა, მიუხედავად იმისა, იმ დროის ხალხში ხო იცი როგორ იყო. ეგ არ იყო. და მშობლებს მოუვლიო და ძალიან კარგად ვიქნებიო ეგრეო და ლიამ ქვა აგდო და თავის შეუშვირა, რომ შენ თუ არ გათხოვდები, მეც არ გავთხოვდები, აუცილებლად უნდა გავთხოვდეთ, შვილები უნდა ყავდეს და ასე შემდეგ და ამის დამსახურება რეალურად რომ მე ვარ. თორემ მე არ ვიქნებოდი. ეხა ტრენდი როა TikTok-ზე. შენ თუ ამ კარიდან გახვალ, შენ არასდროს დაიბადე, მაგრამ შენს ექნება ბედნიერი ცხოვრება. რეალურად მე ვარ დავბადებულიყავი და საერთოდ არ გათხოვილიყო და შემდეგ შეიძლება დედაჩემი ცოცხალი ყოფილიყო და ეცოცხლა თავის ცხოვრება. ხო. მაგრამ მე მგონია როგორც დედა ვიტყვი, რომ არც ერთი დედა არავის ჩევდით, რომ ჩვენი შვილი არ დაბადებულიყო. მიუხედავად იმისა, როგორ ბედს გავივლიდით ჩვენ. თუ ეს შვილი უკვე დაიბადა და ვიცით მის სიყვარული, არავის ჩევდით. არც ერთ ბედს მის გარეშე. მე არავის ჩევდი. და დარწმუნებული ვარ, დედაჩემიც არ აისჩევდა. ასე რომ ეს არის რაღაცეები, რასაც ვერ იტყვი ერთ მნიშვნელოვანს ვერაფერს, ანუ ადამიანს გააჩნია. მე ბედნიერი, ანუ ნახე, მე რო არ გავთხოვილიყავი მაგალითად, იმიტომ რომ ვერ შევხვდი ჩემს ადამიანს. მე არ მეყოლებოდა ჩემი სამი შვილი. მე არ მექნებოდა ბევრი ზღაპრული ამბავი და თავგადასავალი
და მე არ ვიქნებოდი ის, ვინც დღეს ვარ. და მე მჯერა რომ თუ ადამიანი შეხვდეს თავის ადამიანს, ის შეხვდება მას მხოლოდ თავისი გზის გავლის შემდეგ. და ის გზა უნდა იყოს დამოკიდებული ადამიანზე. რომ მე ესეთი ვარ, მე ქარიშხლიანი ადამიანი ვარ. მე არ შემიძლია რომ მთელი ცხოვრება თუნდაც რაღაც სლოდინში ერთ ადგილას ვიყო. არა, 1000 რამეს უნდა მოვედო, 1000 რამე უნდა ჩავიდინო, 1000 რამე უნდა დავატრიალო. ხო, და ის ხვისი აზრით შექმნილი ოჯახი კიდე რავი. ეს კატასტროფაა. მაგრამ ისეთ ალბათ მასთი ოჯახები არ იმდრევა. იმიტომ რომ ხვისი აზრი ისეთი მნიშვნელოვანია, რომ როგორ დაშორდებიან კაცს. ანინი გემრიალ მიირთი ჩემო საყვარელო მადლობა ძირფასო. მოკლედ აი ასე ჩემო ძვირფასებო, ასეთ იყო ჩვენი დღევანდელი დილის ვლოგი. ძალიან მიყვარხართ. კარგ დღეს გისურვებთ ყველას. დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, დონაციისთვის პირადი აღწერაში იქნება. კარგი დღე. დღეს მინდა რომ გუში მინდოდა და ვერ წავიდე, იქ დღეს მაინც წავიდე იმაში. შოპ მარინასა და იმაში. რა ქვია? რა ქვია? შოპ მარინოსა და ჰუმანაში. გვერდ-გვერდა. გაგაცით. დროებით. ჩადი ბონჩკა.